ბინარის ქართველი მაღალჩინოსანი, რომელიც ქართულ მაფიას სახელმწიფო გადატრიალებაში ეხმარებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის, თუმცა დანაშაულებრივი სქემა, რომ მართლაც მზადდებოდა მერაბიშვილის უწყების წარმომადგენლებს ეჭვი არ ეპარებათ. კრიმინალურ ავტორიტეტ ლაშა შუშანაშვილის გარდა ქართველი მაღალჩინოსანი ფიგურირებს კიდევ ერთი კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვის საქმეშიც, რომელზეც ესპანური პრესა წერდა. ქართული მაფიის სახელმწიფო გადატრიალების გეგმის გაგრძელება ნინი საყვარელიძის რეპორტაჟში. ანდრეას ფიორსტერი იმ სტატიის ავტორია, რომელიც გერმანული გაზეთის მთავარ გვერდზე მოხვდა და რომელშიც ქართული მაფიის გეგმები გაიშიფრა. ინტერნეტ სივრცეში ფიორსტერზე მოიძებნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც გერმანიის უშიშროება უსმენდა, კითხულობდნენ მის პირად ელექტრონულ ფოსტას და პირად ცხოვრებას აკონტროლებდნენ. თუმცა 2006 წელს გერმანიის სამართალდამცველებმა ხელისუფლების მოთხოვნით მოსმენები შეწყვიტეს. სტატიას სათაურით ქართული მაფია საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა ჟურნალისტი ავსტრიელ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს. ავტორი წერს, რომ 2009 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დახმარებით სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა იგეგმებოდა. ძალადობის პროვოცირებას კი ქართული მაფიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა შუშანაშვილი გაზაფხული საპროტესტო აქციების დროს გეგმავდა. მასა და ქართულ არასაპარლამენტო ოპოზიციაში შორის შუამავლის როლს ბენაში ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე რუდიკო გოგუაძე ასრულებდა. საქმეში ფიგურირებს მოსკოვში მცხოვრები იგორ გიორგაძეც, რომელსაც დემონსტრაციების მოწყობა და პოლიციის ძალადობის პროვოცირება სურდა. რა ინფორმაცია ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქართული მაფიის გეგმებზე და ვინ არის დასახელებული მაღალჩინოსანი? მერაბიშვილის უწყება კონკრეტულ პასუხს არ იძლევა, თუმცა ამბობენ, რომ დანაშაულებრივი სქემა მათთვის სიახლე არ იყო. დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ ავსტრიელი სამართალდამცველების ანგარიშის კვალდაკვალ ახლო მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტრო მასშტაბურ სპეცოპერაციას გეგმავს. ამბობს, რომ შესაძლოა ქართველმა სამართალდამცველებმა ამ ფორმით ის მაღალჩინოსანი გამოავლინონ, რომელიც ქართული მაფიის სქემაში ფიგურირებს. ასეთი მაღალჩინოსნის გამოვლენა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხელს შეუწყობს ალბათ გარკვეული დისკრედიტირებელი პროცესების განვითარებას, ანუ მოხდება დისკრედიტაცია არასაპარლამენტო ოპოზიციის გარკვეული ნაწილის, ვფიქრობ, შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისაც და ალბათ ეს არის მხოლოდ დასაწყისი ამ ძალიან ფართომასშტაბიანი ღონისძიების. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები კანონიერი ქურდების საქმეებში ფიგურირებენ. რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილის უწყებაში მფარველი შაქრო კალაშოვსაც ყავდა. ესპანური გაზეთი ელ პაისი წერდა, რომ კალაშოვისთვის ესპანურ სასამართლოს განაჩენი უნდა გამოეტანა, თუმცა თბილისიდან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის წერილი მიიღეს, სადაც ეწერა, რომ საქართველოს ესპანეთში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებდა. სტატიას მალევე მოყვა ესპანეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ წერილის ავტორი მაღალჩინოსანი არ გამოხატავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის პოზიციას და ამ ქმედების გამო ის სათანადოდ დაისაჯა. Лашу Руставского задержали в элитном подмосковном поселке Боровиха. ამჯერად გერმანული გაზეთი ლაშა შუშანაშვილისა და ინკოგნიტო ქართველი მაღალჩინოსნის კავშირებზე წერს. უცნობია ფიგურირებს თუ არა კალაშოვისა და შუშანაშვილის საქმეში ერთი და იგივე მაღალჩინოსანი. ინტერნეტ გამოცემებში მხოლოდ იმის შესახებ მოიძებნება ცნობები, რომ წლების წინ, როდესაც ქართული ქურდული სამყარო ტარიელ ონიანისა და შაქრო კალაშოვის მომხრეებად დაიყო, ძმებმა შუშანაშვილებმა კალაშოვის ბანაკში ყოფნა ამჯობინეს. ქვეყნის გადატრიალებაში ბრალდებული ქართული ოპოზიცია 2009 წლის აპრილის აქციების ორგანიზატორ ოპოზიციურ ლიდერებს გერმანული გამოცემა ქართული მაფიის თანამებრძოლებად მოიხსენიებს. სტატიის მიხედვით საპროტესტო აქციები საბერძნეთიდან კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის მიერ იმართებოდა. რას ამბობენ 9 აპრილის აქციის ორგანიზატორები და რას ითხოვენ ევროკავშირის საელჩოსგან? შორენა ხვიჩიას რეპორტაჟიდან შეიტყობთ. თუნდაც უცხოა ახლა ეს თემა ჩემთვის, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება რადგან არ შემეწია. ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე აპრილში ავსტრიაში საქართველოს ელჩი იყო. მან თანამდებობა 2009 წლის აპრილის აქციებამდე 2 თვით ადრე დატოვა. გერმანული გაზეთის ფრანკფურტენ რანჩაუს სტატიის მიხედვით სწორედ ავსტრიაში საქართველოს საელჩოსთან ჰქონდა კავშირი ქართულ მაფიას, რომელიც სახელმწიფოს გადატრიალებას გეგმავდა. კონკრეტულად კი კანონიერ ქურდ ლაშა შუშანაშვილს. ავსტრიაში საქართველოს ყოფილ ელჩს ქურდების საელჩოსთან კავშირი შეუძლებლად მიაჩნია. რა თქმა უნდა, ხანუ ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება, იმიტომ რომ რაც რა კავშირი უნდა ქონდა ავსტრიაში საელჩოს შუშანაშვილს
ნამდვილად ვერ წარმომიდგენია და ან რასაერთო ქონდა გადატრიალებასთან ეს ხელისუფლების არხებზე მე ვიხილე გუშინ ეს რეპორტაჟი, მაგრამ კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. ესეთი ძლიერი კრიმინალური ჯგუფები თუ ჩართულები იყვნენ ამ საქმეში, დროზე რო გწოდნოდა იქნებ უფრო სერიოზული შედეგებით დამთავრებულიყო ის აქციები. ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა 2009 წლის აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ორგანიზატორი იყო. ახლა ამბობს, რომ მაშინ ოპოზიციას ქვეყნის გადატრიალების არც სურვილი და არც შანსი არ ქონია. ადგილზე, სადაც თქვა ჩვენ ტრიალებდით, მე რაღაცა იმის გავსი, რომ შეიძლება ეს პროცესები განვითარდეს ძალიან ცუდი მიმართულებით. ამის შეგრძნება არ ქონია არასდროს და ამის შესაძლებლობაც არ არსებობდა, არავის არ ქონდა ამის შესაძლებლობა. და თან ძალიან გაჭირდებოდა ასეთი რამის გაკეთება ძალიან სერიოზული და ორგანიზებული პარტიების თანამონაწილეობის გარეშე. კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვია ძიძიგური დარწმუნებულია, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორი არც ერთი პარტია თუ ლიდერი გადატრიალებას არ გეგმავდა. გერმანული გაზეთის მიერ ასეთი შინაარსის სტატიის გამოქვეყნება კი საქართველოს ხელისუფლების მიერ ახლად დაქირავებული ლობისტების დამსახურებაა. ერთი მტკიცებულება დადოს ხელისუფლებამ, ერთი მტკიცებულება დადონ იმაზე, რომ უცხო ქვეყნიდან იმართებოდა აქ აქციები, ხო? ყველას უსმენენ, ხო? ყველა ბერკეტი მათ ხელშია. აი ეს ჟურნალისტიც, რომელიც ამას წერს, ჩემის აზრით არის ან სრულიად არაკომპეტენტური და ან არის ფულ გადახდილი ხელისუფლების მიერ. დემოკრატიულ მოძრაობა ერთიან საქართველოში მიიჩნევა, რომ სტატიაც და ისტორიაც მოდელირებულია და ოპოზიციის ლიდერებისთვის სახელის გასატეხად არის მიმართული. ნაციონალურმა არხებმა გუშინ გერმანულ სტატიასთან კავშირში ერთადერთი ოპოზიციონერის გვარი ახსენეს და ის ნინო ბურჯანაძე იყო. ეს ყველაფერი ეს კამპანია მიმართულია იქეთკენ, რომ გამართლოს რეპრესიები ოპოზიციის აქტიური წარმომადგენლების მიმართ, რომელიც დაგეგმილი არის უახლოეს მომავალში. სიტუაციის ბოლომდე გამორკვევას აპირებს საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი. ამბობს, რომ ეს მთლიან ოპოზიციას ჩრდილს აყენებს. ზურაბიშვილის სიტუაციაში გასარკვევად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის მიმართვას გეგმავს. ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული, თუნდაც იმიტომ, რომ ზოგადად ამისი ჩრდილი მთელ ოპოზიციაზე გამოდის. მე ვთვლი, როგორც ერთ-ერთი ინიციატორი 9 აპრილის, რომ ჩემზე გამოდის ძალიან სერიოზული დისკრედიტაცია. ნებსი თუ უნებლიეთ. და ამიტომ მე მოვითხოვ, რომ ეს იყოს გამორკვეული. სტატია, რომლის გამოც ოპოზიცია ევროკავშირს მიმართავს გერმანულ გამოცემა ფრანკფურტენ რადჩაუში 22 ივნისს გამოქვეყნა და ავტორი 2009 წლის 9 აპრილის აქციების ორგანიზატორების შესახებ წერს. სტატიის მიხედვით, რომელიც ავსტრიელი სამართალდამცველების ანგარიშს ეყრდნობა, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას კანონიერი ქურდები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი და ოპოზიციონერები ერთად გეგმავდნენ.